ახლა კი მეც კრიპტუმის ეთერში გვერდება არსენ სეფისკვერაძე, ძალიან დიდი მადლობა. და დღეს ვიცი რომ ჩვენ უნდა გვესაუბრო მიკროპლასმასაზე და მის მოხმარებაზე, იმ რაოდენობაზე და თუ რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული მისი ჭარბი რაოდენობის მოხვედრა სხვადასხვა თუნდაც საკვებში ან ნებისმიერ ნაწილში. მოგესალმებით ლევან ნინი. უახლესი კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ პლასტმასით გარემოს დაბინძურებამ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია, რაც პირდაპირ საფრთხეა როგორც პლანეტისთვის, ასევე რა თქმა უნდა, ადამიანთა ჯანმრთელობისთვის. და თქვენ წარმოვიდგინეთ, მიკროპლასტიკა, ანუ პლასტმასის უმცირესი ფრაგმენტები უკვე აღმოჩენილია ევერესტის მწვერვალზე, მარიანას ღრმულის სიღრმეში და ანტარქტიდაზე პინგვინების ორგანოებშიც კი. ეს რო წარმოვიდგინოთ, ის მასშტაბი, რა მასშტაბის დაბინძურებაზეც არის საუბარი და აქცენტი. ასე რამ გამოიწვია ესეთი ფართო გავრცელება იმის როგორც ახსენე მარიანას ღრმულში და ევერესტიც კი ხდება. ეს არის უშუალოდ ადამიანის მიერ დაბინძურება თუ რამე სხვა ზოგადად პლასმასის გლობალური გავრცელება უშუალოდ უკავშირდება თანამედროვე მრეწველობას. სტატისტიკის მიხედვით 1950-იანი წლებიდან მოყოლებული პლასმასის წარმოების მოცულობა 8.3 მილიარდ ტონამდე გაიზარდა, საიდანაც მხოლოდ 9% გადამუშავდება, ანუ ამ უზარმაზარი მაჩვენებლის 91% არ გადამუშავდება და შესაბამისად რჩება გარემოში და აბინძურებს გარემოს და როგორც არის ანტარქტიდა და მარიანას პინგვინების ორგანოების კი. რომელი სექტორები არის უფრო მნიშვნელოვანი და რომელი არის უფრო გავლენიანი ამ პლასმასას გამოყენებისთვის? ძირითადად სამი სექტორი არის, რომელიც განსაზღვრავს პლასტმასით გარემოს დაბინძურებას. პირველი ეს არის ტექსტილის ინდუსტრია, სადაც სინთეტიკურ ქსოვილებს გამოიყენებენ აქტიურად. მეორე ეს არის სამომხმარებლო საქონლის ინდუსტრია, სადაც ანუ ყოველდღიურად ჩვენ მაგალითად ვიყენებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც მთლიანად პლასტმასისგან არის დამზადებული ან შეიცავს მინიმუმ მცირე დოზით პლასტმასს. მესამე ეს არის სოფლის მეურნეობა, სადაც საკანალიზაციო შლამს იყენებენ სასუქად და შედეგად ამ გზით დიდი რაოდენობით პლასტმასი ხდება ნიადაგში. საბოლოოდ ამ ფაქტორების გათვალისწინებით ბინძურდება გარემო და საბოლოოდ ეს ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას. ასე ახლახანს გავესაუბრეთ სიდნეის ტექნიკური კოლეჯის კვლევარებს, რომლებიც იკვლევენ ამ მიკროპლასმასის პრობლემას და მის პოტენციურ შედეგებს ორგანიზმზე. ისინი უწყებიან, რომ წელიწადის განმავლობაში ადამიანი 250 გრამ მიკროპლასმას მოიხმარს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. 2019 წლის სტატისტიკით ზრდასრული ადამიანი ერთი კვირის განმავლობაში საშუალოდ 5 გრამს, ანუ ერთი საკრედიტო ბარათის რაოდენობის პლასტმასს იღებს. ერთი წლის განმავლობაში კი საკმარის რაოდენობას ვიღებთ, რომ სადილის თებში შეიფსოს. აღსანიშნავია, რომ უმეტესობა რაოდენობა ამ პლასტმასისა ორგანიზმში სასმელი წყლის გზით ხდება, როგორც ონკანის, ასევე ბოთლის წყლიდან. ამასთან ერთად დიდი რაოდენობა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთებიდან ხდება ორგანიზმში. დღევანდელი მონაცემებით საშუალო 75 წლიანი სიცოცხლის მანძილზე ადამიანი 20 კილოგრამ პლასტმასს იღებს, რაც 2 სანაგვე ურნის წონას უდრის. რომ წარმოვიდგინოთ, აი ამ ბარათის რაოდენობა, ანუ 5 გრამ პლასტმას ჩვენ ვიღებთ ერთ კვირაში. ანუ წინა გადაცემიდან ამ გადაცემამდე ეს ბარათი მივიღეთ. ამ ბარათის რაოდენობა ვიღებთ ჩვენ პლასმასის. 6 თვეში ეს რაოდენობა არის საკმარისი, რომ ერთი ჯამი შეივსოს. ხოლო ერთ წელიწადში ეს იქნება უკვე საკმარისი, რომ ერთი სადილის თებში. ანუ ეს თლიანი მოცულობა, ანუ 250 გრამი შევავსოთ. ამ ყველაფერს ვიღებთ ჩვენ. ამ ყველაფერს ვიღებთ. უდიდესი წყარო ამისი არის სასმელი წყალი სამწუხაროდ და კიდევ ერთი საკმაოდ შემაშფოთებელი მაჩვენებელი არის, რომ ცხოვრების მანძილზე საშუალო 75 წლიანი ცხოვრების ჩვენ ვიღებთ 20 კილოგრამ პლასმას, რაც არის 2 დიდი სანაგვე ყუთის რაოდენობა, რომ წარმოიდგინოთ. ძალიან მასშტაბური არის. ჩვენ როცა მუშაობდით ამ გადაცემაზე და ვეცნობოდით ინფორმაციას, მეც შემხვდა ეგეთი მოულოდნელი ინფორმაცია, რომ სარეცხის მანქანა, ჩვეულებრივი 5 კილოგრამიანი სარეცხის მანქანა, რომელიც ნებისმიერ ოჯახში შეიძლება იყოს, ერთი ჩართვისას 700.000-ზე მეტ მიკროპლასმასას გამოყოფს, რაც წარმოუდგენელი რაოდენობა იყო, იმიტომ რომ შეიძლება ერთ ჩართვაზე უცებ აი ამ რაოდენობის მიკროპლასმასა გამოიყოს და მე მაინტერესებს თქვენთან მქონდა ასევე ეს კითხვა, რომ რომელ ორგანოებში ხდება ეს და როგორ ხდება საერთოდ. კი, მას შემდეგ ეს მცირეწამის პლასმასები მოხვდება ორგანიზმში, ძალიან მცირე ნაწილაკები ხდება სისხლშიც, რის შემდგომაც უკვე მას ნებისმიერ ადგილას შეუძლია მოხდეს და არსენ, როგორც ვიცი, შენ უნდა გვესაუბრებ იმ ფაქტზე, რომ შეიძლება თავის ტვინშიც კი მოხდეს პლასმასი. დიახ, ლევან, სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა ზუსტად ამას ამბობს, რომ თავის ტვინშიც მათ შორის სრულიად და სავსებით არის შესაძლებელი, რომ მოხდეს მიკროპლასმასა. და ეს მეცნიერები, აღნიშნული მეცნიერები ამბობენ იმას, რომ 5 მექანიზმი არსებობს, რომელიც ტვინში მოხვედრილ პლასმასა უარყოფითაც აისახება თავის ტვინზე და იწვევს მთელ რიგ ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს, მათ შორის პარკინსონს და ალცჰაიმერს.
ნამდვილად კვლევარები ამბობენ, რომ პლასტმასის მოხვედრა თავის ტვინში და ჰემატოენცეფალური, ანუ თავის ტვინის და სიძაღვის ბარიერის გადაკვეთა არის ასოცირებული ნეიროდეგენერაციულ დაავადებებთან, როგორიც არის ალცჰაიმერი, პარკინსონი, დემენციის სხვა ტიპები და ასე შემდეგ. ჩვენი გუნდი დიდი ხანია მიკროპლასტმასის პრობლემას შეისწავლის. პლასტმასის დიდი ნაწილი, რომელსაც ვიღებთ, ორგანიზმიდან სხვადასხვა გზით გამოიყოფა, თუმცა მნიშვნელოვანი რაოდენობა რჩება და ორგანოებში ილექება. ჩვენი ახალი კვლევა შეისწავლიდა თუ როგორ იწვევს ის თავის ტვინის დაზიანებას, სადაც აღმოაჩინეთ, რომ პლასტმასს აქვს უნარი გადაკვეთოს ჰემატოენცეფალური ბარიერი და ტვინის ქსოვილში ჩავაგდეს, სადაც მას იმუნური სისტემა უცხოდ აღიქვამს და ანთებას იწვევს. პლასტმასა ასევე თავადაც აზიანებს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესით. შედეგად ვნახეთ, რომ იზრდება კოგნიტური დაავადებების რისკი, როგორიცაა ალცჰაიმერი და პარკინსონი. ფილტვის შემთხვევაშიც ვნახეთ მსგავსი დაზიანება და ქრონიკული დაავადებების რისკის გაზრდა. მნიშვნელოვანი ჯგუფი აქ ასთმის მქონე პაციენტებია, სადაც ასთმის ეპიზოდების გახშირებასა და დაავადების დამძიმებასთან არის ასოცირებული პლასტმასის ინჰალაცია. რა გზა არსებობს, თუნდაც ტექნოლოგიური, რომ მიკროპლასტმასის ასეთ გავრცელებას ვებრძოლოთ? ობიექტურად ამ მიმართულებით გაწეული რესურსი და ძალისხმევა ძალიან მწირია. ძირითადად ჩვენ ვხვდებით ისეთ ტექნოლოგიებს, რომელიც გარემოს დასუფთავებაზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით ოკეანების და ზღვების, რადგან ერთის მხრივ წყლების დაბინძურება პლასტმასით ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა და სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად იაპონურმა კომპანიებმა შეიმუშავეს ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც პლასტმასის ოკეანებიდან შეგროვებას უზრუნველყოფს გემების ცურვისას. და წარმოვიდგინეთ, რომ გემი, რომელიც შეიძლება იყოს ტვირთმზიდი, ამავდროულად შეიძლება გახდეს ოკეანებისა და ზღვების მწმენდის საშუალება. და ეს ყველაფერი არის შესაძლებელი ციკლონური სეპარატორის ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც გემს აძლევს იმის საშუალებას, რომ როდესაც ის ცურავს, ამოიღოს წყლიდან დიდი რაოდენობით ზღვის წყალი და შედეგად ამ წყლისგან გამოაცალკევოს პლასტმასა. ხოლო ეს გამოაცალკევებული პლასტმასა შემდგომ რა თქმა უნდა გადამუშავდება და ამ შემთხვევაში იაპონური პროექტის მთავარი პერსპექტივა არის ის, რომ ეს შეგროვებული პლასტმასი გამოყენებული იქნას მდგრადი საწვავის ნედლეულად, ანუ მყარი საწვავის ნედლეულად. მყარი საწვავის ნედლეული არის ნებისმიერი ტიპის მყარი მასალა, რომელიც საწვავად გამოიყენება და არის ენერგიის ალტერნატიული წყარო. ასე ნინიმ ახსენა აი სარეცხი მანქანების პრობლემა, რომ გამოყოფენ 100,000 მიკრონაწილაკს, როგორც ვიცი, არსებობს ერთგვარი ფილტრი, რომელიც ამცირებს ამ პლასტმასას გამოყოფას ჰაერში და შემდგომ მის უკვე შესუნთქვას. დიახ, არსებობს ასეთი ფილტრი, სარეცხი მანქანების გამომავალ მილზე მონტაჟდება და წარმოადგენს წყვილბადიან მექანიკურ ბარიერს, რომელიც იჭერს დიდი რაოდენობით პლასტმასს და ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ეს ფილტრატორი ახერხებს იმას, რომ 78-დან 99%-მდე გაფილტროს წყლისგან პლასტმასა და შეამციროს ის წარმოუდგენელი რიცხვი, რაც ნინი თქვა, რომ 700,000 მიკრონაწილაკი შეიძლება გავრცელდეს თქვენ სახლში, რაც მართლაც წარმოუდგენელია. რაღაც ტექნოლოგიური გამოსავალი არსებობს და ისე ძალიან აღარ ვინერვებო, როგორც შეიძლება ეს ფილტრატორი დააყენო. თუმცა ისიც უნდა აღნიშნოთ, პრობლემა ძალიან დიდია და მნიშვნელოვანი არის, რომ გადამუშავებაზე ვფიქროთ მეტი, რადგან ეს დაგროვებული და ახლა წარმოქმნილი პლასტმასი არის მხოლოდ ახალი წყარო ამ მოწამვლის და მეტის მიგების წყლიდან იქნება ეს საკვებიდან თუ ასე შემდეგ. აი როგორც არსენო თქვა, იაპონელებმა უკვე მოიფიქრეს.